2020 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 15. ორი ერთნაირი ზომის, რო1 და რო2 სიმკვრივეების ცილინდრული სხეული გადაბმულია ძაფით და ჩაშვებულია სითხეში. მოცემული გვაქვს ორი ერთნაირი ზომის, რაც ნიშნავს იმას, ორივე სხეულის მოცულობა ერთმანეთის ტოლია. რო1 და რო2 სიმკვრივეების შესაბამისი სიმკვრივეები არის რო1 და რო2. გადაბმულია ძაფით და ჩაშვებულია სითხეში. წონასწორობა დამყარდა ნახატზე ნაჩვენებ მდგომარეობაში. რო1 სიმკვრივის ცილინდრი ნახევრადაა ჩაძირული. ესე იგი, რო1 სიმკვრივის სხეული ნახევრადაა ჩაძირული, ვითხრეს ეგეც და განსაზღვრეთ სითხის სიმკვრივე. გვეკითხებიან, რის ტოლი იქნება სითხის სიმკვრივე. ნუ გვაინტერესებს რო სითხე. ხო, ეხლა რადგანაც ეს ორი სხეული ტივტივებს, შესაბამისად, ამ ორ სხეულზე მოქმედი არქიმედეს ამოგდები ძალა გაწონასწორებული უნდა იყოს ამ ორ სხეულზე მოქმედებს სიმძიმის ძალით. შესაბამისად, შეგვიძლია დავწეროთ, რომ ამას თუ აღვნიშნოთ, ეს იყოს პირველი სხეული, შესაბამისად ეს მეორე სხეული. პირველი სხეულის მასა m1-ს თუ დავუმატებთ მეორე სხეულის მასას m2-ს, გამომრავლად j-ზე ტოლი უნდა იყოს პირველ სხეულზე მოქმედი F არქიმედე, პირველ სხეულზე მოქმედი არქიმედეს ძალაც დამატებული მეორე სხეულზე მოქმედი არქიმედეს ძალა. ეს კი რის ტოლი იქნება? პირველ სხეულზე მოქმედი არქიმედეს ძალა იქნება რო სითხის სიმკვრივე, გამრავლებული ჩაძირული სხეულის მოცულობაზე, რომელიც როგორც გვითხრეს, ნახევრამდეა ჩაძირულია და თუ მთლიანი პირველი სხეულის მოცულობა არის v, ნახევრამდე ჩაძირის შემთხვევაში ჩაძირული ნაწილის მოცულობა იქნება v ნახევარი და ეს კიდე გამრავლებული იქნება j-ზე. და ამას დამატებული რო სითხე მეორე სხეულის მოცულობა გამრავლებული j-ზე. ეს უდრის აქედან ჩვენ შეგვიძლია j-ები შევკვეცოთ, ტოლობის ორივე მხარზე რის j-ზე გაყოფილი მოგცემს შეკვეცას. ამასთან თუ გავითვალისწინებს, რომ m1 ტოლი არის რო1 ვესი, დამატებული m2 სიმკვრივე იქნება m2v, ეს ტოლი უნდა იყოს რო სითხე, გამრავლებული v ნახევარზე, დამატებული რო სითხის სიმკვრივე v. ნუ ეს v-ებიც შევკვეცოთ მოდით. და ეს ტოლი იქნება რო სითხის ნახევარს პლუს რო სითხე, მოგცემს 3/2 რო სითხეს. ესე იგი გამოვდის, რომ სითხის სიმკვრივე, 3/2 სითხის სიმკვრივე, ტოლი ყოფილა რო 1, რო 2 უნდა მეწეროს, ცხადია, რო 1 პლუს რო 2, საიდანაც რო სითხის სიმკვრივე, ტოლი ყოფილა 2/3 რო 1 პლუს რო 2. ესე იგი, პასუხი ყოფილა D. პასუხი D.